მოხარული ვარ, რომ უნდა წარმოგიდგინოთ ონლაინ შესაძლებლობა, რომელმაც შეცვალა ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრება. მე ვარ ირმა სიმაგულიძე და უკვე 4 წელია თანამშრომლობ ამ პროექტთან. დღეს პროგრამაში გვექნება 2 სიტყვით გაგაცნობთ ჩვენს გუნდს, ვინ არის ჩვენი პარტნიორი კომპანია, პროდუქტები, რომელსაც გამოვიყენებთ ჩვენი ბიზნესისთვის და სარგებელი, რა თქმა უნდა, ეს ყველა ჩვენგანის ინტერესია და ეს იყო პირველად ჩემი ინტერესიც. ჩვენი გუნდი დაიბადა 2020 წლის დეკემბერს 4 წელი შევასრულეთ, გადავედით მე-5 წელში და აი ამ პერიოდის განმავლობაში მოვახერხეთ, რომ ჩვენს გუნდს ყავს ძალიან ბევრი უამრავი გამოცდილი ლიდერები. მადლობა ჩვენს ლიდერებს, რომ ჩვენთან გუნდში არის ძალიან უმაღლეს დონეზე სწავლა, მასტერკლასები და გამოცდილების გაზიარება. ადამიანი, რომელიც შემოდის ჩვენთან გუნდში და იწყებს ჩვენთან თანამშრომლობას, პირველივე დღიდან აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა გუნდის ნებისმიერი წევრისგან. თავარია ადამიანს გაუჩნდეს კითხვა და ინტერესი რა როგორ გააკეთოს და აბსოლუტურად სრულიად გუნდი ფეხზე დგევართ, რომ დავეხმაროთ ადამიანებს წარმატებაში. გვაქვს, რა თქმა უნდა, გეგმები და სტრატეგიები, მადლობა ჩვენს გამოცდილებას. გვაქვს ასევე ურთიერთობა ონლაინ, ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ვართ საზღვრებს გარეთ გასული და მადლობა იმას, რომ ჩვენი კომპანია არის გლობალური და გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ვახერხებთ, რომ აი ესე სრულიად ევროპის მასშტაბით მოვახერხოთ მუშაობა და ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი პატარა საქართველოდან. და რა თქმა უნდა, არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ონლაინ, ასევე გვაქვს ფიზიკური შეხვედრები, სადაც კომპანია წელიწადში ერთხელ გრანდიოზულ ღონისძიებას უკეთებს ორგანიზაციას და ასევე უკვე ჩვენი გუნდიც დამოუკიდებლად სხვადასხვა ქალაქებსა და სხვადასხვა ქვეყნებში ერთვება სხვადასხვა ღონისძიებებით და პრეზენტაციებით. აღსანიშნავი ფაქტია, 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 2024 წლის სტატისტიკა მოგიტანეთ, სადაც 2024 წელს მხოლოდ 1 წლის ბრუნვა ჩვენს კომპანიას, ჩვენს გუნდს, პირადად ჩვენს ქართულ გუნდს ჰქონდა თითქმის 3,5 მილიონი ევრო. ეს არის ძალიან აღსანიშნავი ფაქტი და სრულიად ევროპის და ზოგადად კომპანიის ბორდის წევრებმაც ძალიან დიდებულად აღნიშნეს ეს ფაქტი, იმიტომ რომ ვართ ძალიან პატარა მცირე სტრუქტურა და ძალიან დიდი შედეგები დავდეთ და ეს არის იმის მაუწყებელი, რომ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ეცნობა პროდუქტს, უფრო მეტი და მეტი ადამიანი კმაყოფილია პროდუქტით და რა თქმა უნდა, უფრო მეტი და მეტი ადამიანი ინტერესდება ამ შესაძლებლობით. თუ გადავხედავთ 2 სიტყვით, რა არის დღევანდელი აქტუალური პანორამა და რამ გამოიწვია ზოგადად ეს ამდენი ონლაინ დასაქმება და სადაც გავიხედავთ სოციალურ ქსელებში ყველა ამაზე ლაპარაკობს, ონლაინ დასაქმება, ან დავსაქმდებოდი ონლაინ, თუ იცით რამე და ასე შემდეგ. თუ დავბრუნდებით 15-20 წლის წინ, განსაკუთრებით შუა ასაკის ადამიანებს გვემახსოვრება, ვერც კი წარმოვიდგენთ ამ სურათს, რაც დღეს ხდება, ხო, ეს ხელოვნური ინტელექტი და მოკლედ მთელი ეს რობოტები და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს უკვე ნათლად გვაქვს წარმოდგენილი რა იქნება 5 წლის შემდეგ და რა იქნება 10 წლის შემდეგ. აი ზუსტად ამან გამოიწვია, ამ ციფრულმა ევოლუციამ გამოიწვია აი ეს ჩვენი ონლაინ დასაქმებაც. Network marketing-ი ეს არის შესაძლებლობა, რასაც დღეს გთავაზობთ, ეს არის სიტყვა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს კიდევ აბნევს სამწუხაროდ, განსაკუთრებით ქართულ მენტალიტეტში ცოტა არ იყოს გვიჭირს, ევროპაში ესე ვთქვათ 60 კი და 40% არა, მაგრამ ეს უკვე ამერიკაში თუ ეტყვი ადამიანს ნეტვორკერი ვარ, გეტყვის რომელ კომპანიასთან თანამშრომლობ. ევროპაში თუ ეტყვი ადამიანს ნეტვორკერი ვარ, გეტყვის ხო რაღაც გამიგია მსმენია და საქართველოში თუ ეტყვი ნეტვორკერი ვარ, შეგეკითხება რას ნიშნავს, არც კი ვიცი, იმიტომ რომ ძალიან ესე ვთქვათ ეხლა ვუწყობთ ფეხს ესე ვთქვათ ამ სისტემას. ეს არის სიტყვა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს არასწორად აქვს აღქმული, ძალიან ხშირად ადარებენ პირამიდებს, მეც ესე ვიყავი, სიმართლეს გეტყვით, მაგრამ ეს არის ჩვენი დღევანდელი ახლანდელი ცხოვრება, ეს ნიშნავს პროდუქტის ან რაიმე სერვისის უშუალოდ მწარმოებელი კომპანიიდან მომხმარებლამდე მიწოდებას. ხო, ახსნა აბსოლუტურად არ აქვს ამ სიტყვას. და რა გჭირდება იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ჩვენ ქსელურ მარკეტინგთან? გჭირდება კომპანია, რომელიც აწარმოებს პროდუქტებს და ჩემი ვალია, რომ მე ამ კომპანიის წარმოებული პროდუქტები მოვიხმარო და შემდეგ სოციალური ქსელების მეშვეობით გავუზიარო სხვადასხვა ადამიანებს, რა თქმა უნდა, შემიძლია ასევე ფიზიკურად იქ მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს და ყველას გავაცნოთ ჩემი პროდუქტები. თუ ეს ადამიანი დაინტერესდებიან ჩემი პროდუქტებით, ან თვითონ ჩემი პროექტით და შემოუერთდებიან ჩემს პროექტს, ან დაიწყებენ ჩემი პროდუქტების მოხმარებას, ამ შემთხვევაში კომპანია ჩემი შრომის შესაბამისად მიხდის ხელფასს და რაში მიხდის? თუ დავაკვირდებით რეალური რეკლამები დღევანდელი რაც არის,
ეს არის ფლაიერები, ეს არის მაგალითად ეს Coca-Cola ავიღოთ, Red Bull ავიღოთ, McDonald's-ი და ასე შემდეგ და დიდი მსხვილი კომპანიები, რას აკეთებენ, იხდიან მილიონობით თანხას წელიწადის განმავლობაში ავტობუსებზე, ბანერებზე და ასე ვთქვათ რადიო, ტელევიზორი და ასე შემდეგ, ხო? ქსელური მარკეტინგის კომპანიები გვიხდიან ჩვენ კონსულტანტებს, რამდენ რეალიზაციასაც გავაკეთებინებთ სხვადასხვა პროდუქტებს, სხვადასხვა ადამიანების მეშვეობით, იმდენ შემოსავალს გვაძლევს ჩვენი კომპანია. ვინ არის კომპანია? კომპანია არის ჯოგან გრუპი, ეს არის იტალიური ბრენდი, 2015 წლიდან იმყოფება მსოფლიო ბაზარზე, უკვე 51 ქვეყანაზე აქვს წვდომა, ყავს 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმებული საწარმოში და ავითარებს multi-level marketing-ს. კომპანიას პირველად 2015 წელს ჰქონდა 2 მილიონი ბრუნვა ერთი წლის განმავლობაში და 2023 წელს კი 350 მილიონს გადააჭარბა. ეს არის ძალიან დიდი ნახტომი. და რატომ გამოიწვია ეს ასეთი ძალიან დიდი წარმატება? იმიტომ რომ არის ხარისხიანი პროდუქტი, აქვს ბიოსერტიფიკატები, აბსოლუტურად არანაირად არ არის ცხოველებზე დატესტილი, ასევე აქვს HACCP-ის სერტიფიკატი, პირველი ის არის made in Italy, და თუ ვიტყვით ჩვენ რომ პროდუქტი იტალიურია, მოგეხსენება რომ იტალიური პროდუქტს განხილვაც არ აქვს ნეტა როგორი ხარისხი. ეს არის იმიტომ რომ იტალიური პროდუქტი არის მხოლოდ ხარისხიანი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის დერმატოლოგიურად დამოწმებული პროდუქტები. დავიწყოთ სუნამოებით, იმიტომ რომ თვითონ კომპანიამაც დაიწყო სუნამოებით. სუნამოები არის ჩვენი ფრანგულ ესენციებზე დამზადებული, არის ბრენდირებული ინსპირაციით. ყველა ის სუნამ, რომელიც არის მაგალითად Versace, Fendi, Dolce & Gabbana, Gucci და ასე შემდეგ უამრავია და ყველას ვერ ჩამოთვლი. დღესდღეობით კომპანიას აქვს 153 დასახელების სუნამო, რა თქმა უნდა არის ინოვაციური კომპანია და სხვადასხვა სუნამოებს აუცილებლად კიდევ დაამატებს და გამოუშვებს. პირადად მე როდესაც დავიწყე თანამშრომლობა, გქონდა მხოლოდ 78 სუნამო, დღეს კი არის 153. სუნამოები გვაქვს 50 მილიგრამიან კილებში, 15 მილიგრამიან კილებში თავისი ქოვერებით, 30 მილიგრამიანი და 70 მილიგრამიანი. სუნამოების შემადგენლობაში არის 30%-იანი სუფთა ესენცია და 70% ნატურალური სპირტი. შესაბამისად, შეუძლიათ მოიხმარონ ალერგიულებმაც და ასევე ასთმიანებმაც და არ შეიცავს არანაირად სპირტს. შემდეგ კომპანია, რადგან ეს ძალიან პოპულარობა მოიპოვა, ესე ვთქვათ, მთელი ევროპის მასშტაბით, გადაწყვიტა გაეფართოებინა თავისი ბიზნესი და დაემატებინა სხვადასხვა პროდუქტების. დაამატა სახის, თმის და სხეულის მოვლის საშუალებები, სრულიად კოსმეტიკა, Aurodias ბრენდის. შემდეგ დაამატა სახლის დასუფთავების პროდუქტები, HACCP-ის სერტიფიკატით, შეუძლიათ მოიხმარონ რესტორნებმა, სამედიცინო დაწესებულებებმა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ არის HACCP-ის სერტიფიკატით. გამოუშვა ასევე ოთახის სუნამოები, ამბიენტის სუნამოები, რომლებიც არის ასევე ნატურალურ სტილზე დამზადებული და მცენარეულ ესენციებზე. გვაქვს ასევე ვერცხლი და ბიჟუტერია, იროდიუმში და ოქროს წყალში ამოვლებული ცირკონის ფლევით, ფერადი სათვალეები, პოლარიზებული მინებით, დამცავი დამამშვიდებული მინებით. გვაქვს ასევე საპლეფიტის ხაზი, ეს არის გასახდომი პროდუქტები, მოსამატებელი, სახსრების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ასე შემდეგ, ასევე მაგალითად ადამიანები, რომლებიც ვარჯიშობენ და უნდათ მაგალითად ეს კუნთების ცილების მიღება, ესე ვთქვათ, პროტეინების დამატება და ასე შემდეგ, დამატებით უკების პროდუქტები, ფაქტიურად ეს არის ცალკე ბიზნესი შეგვიძლია გავაშენოთ მხოლოდ ამ პროდუქტებით. გვაქვს ასევე მეიქაპი, მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან პიგმენტური, არის ასევე ძალიან ნატურალური. გვაქვს ასევე ორცხობილებთან ერთად გვაქვს ყავები, ძეხვეული და კიდევ სხვადასხვა პროდუქტები, სამზარეულოს პროდუქტები, ცხოველების მოვლა და ასევე სამედიცინო ხაზი. პროდუქტებს ამოვწურავ, იმიტომ რომ ამიტომ ძალიან გაიწეროს პრეზენტაცია, შეგიძლიათ მოითხოვოთ ლინკი, აბსოლუტურად უფასოდ და აბსოლუტურად ქართულ ენაზე შეგიძლიათ გადაათვალიეროთ სათითაო პროდუქტი. მაღაზია არის ძალიან მოწესრიგებული, ყველა ველში არის მოთავსებული სათითაო პროდუქტი, სადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ ანოტაცია და ნახოთ ასევე რა თქმა უნდა ღირებულება. გადავიდეთ ახლა სარგებელზე, რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ ჩვენ ამ ყველაფრიდან. კომპანია გვეუბნება ესეთ რაღაცას. პირველ, გაიარე მარტივი რეგისტრაცია, ჩვეულებრივად როგორც ეს გაგიკეთებია Amazon-ზე, eRIMS-ზე, მაგალითად რაღაცა სხვადასხვა Temu-ზე, AliExpress-ზე და ასე შემდეგ, რომ გქონდეს მეტი წვდომა და მეტი ფასდაკლება რაღაცა გარკვეულ პროდუქტებზე, ხო? ისე შემიძლია მე გავიარო ჩვეულებრივად რეგისტრაცია და გამოვიწერო ნებისმიერი პროდუქტი, მაგრამ მე თუ მინდა კატალოგის ფასიდან კიდევ მივიღო ფასდაკლება, მუდმივი ფასდაკლება, ფაქტიურად მივინიჭო კოდი ფასდაკლების მუდმივად, კომპანია მეუბნება ერთჯერადად შეიძინეს სარეგისტრაციო кейსი, სადაც მოთავსებულია 140-ზე მეტი დასახელების ერთჯერადი სუნამო და თავისი, რა თქმა უნდა, სამუშაო კატალოგები, თითო სუნამო არის 3 მილიგრამიანი, მე შენ მოგცდით წვდომას 50%-ამდე ფასდაკლების, 100%-ამდე მოგება გაყიდვების და
თუ გაყიდი პროდუქტებს dropshipping-ით, ეს არის online გაყიდვები, მე მაგალითად განვათავსე სოციალურ ქსელში რაღაცა კონკრეტული პროდუქტი და ამ პროდუქტს დავურთე ჩემი პირადი ლინკი. ამ შემთხვევაში მე მეძებდა ჩემი რეფერალური ლინკი. თუ ნებისმიერმა ადამიანმა მას ვიცნო თუ არ ვიცნო, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ამ ლინკით შეიძინა რაიმე ნებისმიერი პროდუქტი კომპანია მომწერს წერილს, მაგალითად ადამიანმა შეიძინა 100 ევროს პროდუქტები კომპანია მომწერს წერილს აპლიკაციაზე და მეტყვის ირმა მადლობა რომ შენს მაღაზიაში გაიყიდა ამ და ამდენი ღირებულების პროდუქტი და იმის ნახევარს მირიცხავს ჩემს ანგარიშზე. და შემდეგ რა თქმა უნდა თუ გადავწყვიტე რომ შევქმნათ ჩემი სადისტრიბუციო ქსები, ანუ სხვადასხვა ადამიანებს გაუზიარო ეს პროექტი და დავარეგისტრირო სხვა ადამიანების შევქმნათ ჩემი პირადი გუნდი, ამ შემთხვევაში კომპანია მირიცხავს 4-დან 35%-ის ჩათვლით. და რას ნიშნავს ახლა ეს? ყველა დახარჯული 1 ევრო და 20 ცენტი ასახავს 1 ქულას. და მოდი დავიწყოთ ახლა კომპანია მეუბნება, შენ თუ არ გაინტერესებს ჩემ ხელფასის მიღება და როგორც კარიერა არ გაინტერესებს არანაირად, მხოლოდ და მხოლოდ მაგალითად პირადი მოხმარების ფასდაკლება, ან რამდენიმე პროდუქტის გაყიდვა 100-200 ევროს მოგება თვეში, კი ბატონო, საერთოდ ნუ განიხილავ ამას და საერთოდ ნუ შეისწავლი ამას და ამით დაკმაყოფილდები, მაგრამ მე თუ მინდა რომ ჩემთვისაც პირველად ეს იყო პარტნერის წოდება, სულ პირველი, რა თქმა უნდა, შემდეგ წავედი მაღლა საფეხურებზე, კომპანია მეუბნება თვეში 500 ქულის შემთხვევაში, თუ შენ და შენი მინიმუმ 2 მეგობარი გამიკეთებთ ერთი თვის განმავლობაში 500 ქულას, მე შენ, იმიტომ რომ მომიყვანეს სხვა ადამიანები, დაგირიცხავ ამ 500 ქულის 4%, ეს იქნება 20 ევრო. შემდეგ რა თქმა უნდა, მე თუ მოვიწევ ჩემს 2 მეგობარს, იმ მეგობარსაც ყავს თავისი 2-3 მეგობარი, ისინიც იგივე მანორას გააკეთებენ, რაც მე გავაკეთე, გუნდი გაიზრდება, ბრუნვა გაიზრდება, რა თქმა უნდა და კომპანია მე მირიცხავს უკვე 8%-ს დაგროვებული ქულების. ფაქტიურად 1500 ქულის დაგროვებული 8% გამოდის დაახლოებით 120 ევრო. ასე იზრდება ნელა-ნელა გუნდი, რა თქმა უნდა, როგორც მე მყავს ახლობლები, ისე ჩემს ახლობლებს ყავს თავიანთი ახლობლები, მათ კიდევ თავიანთი ახლობლები და რა თქმა უნდა, რადგან გუნდი ჩემგან იქნება, მარტო მე ავიღებ ამის სარგებელს, შესაბამისად, ყველა შემოსული ადამიანი იღებს ამ სარგებელს. ფაქტიურად აი ესე იზრდება, თუ დაუკვირდებით აი ამ კიბეს, როგორც იზრდება გუნდი, ისე იზრდება ბრუნვა და რა თქმა უნდა, ისე იზრდება მერე პროცენტული შემოსავალი. კარიერის გეგმის ჩანაწერიც გვაქვს, რა თქმა უნდა, გაშიფრული, ესეც შეგიძლიათ მოითხოვოთ იმ ადამიანთან, ვინც მოგიწვიათ, ვინც დაგაინტერესათ და აქაც შეგიძლიათ შეისწავლოთ ეს ჩვენი კარიერის გეგმა. რა თქმა უნდა, ციფრებმა არ შეგაშინოთ, ეს აბსოლუტურად ნორმალურია, ავიღოთ მაგალითად ნებისმიერი დამე მაღაზიების ქსელი, როდესაც მაღაზია არის მარტო ერთი, აქვს პატარა შემოსავალი, მაგრამ მან თუ გააკეთა სხვადასხვა ქსელები, სხვადასხვა ქალაქებში და სხვადასხვა ქვეყნებში, შემოსავალი რა თქმა უნდა უფრო მეტი იქნება. ზუსტად ეს სიტუაცია არის ჩვენთანაც, ჩვენთან გუნდში არიან უკვე ამეთისტები, მე აი ამ საფეხურს, ამეთისტის საფეხურს ზუსტად 4 თვეში შევუერთდი, ყავს ჩვენ გუნდში ადამიანი, რომელმაც 5 თვეში გააკეთა, რომელმაც 13 თვეში, რომელმაც 10 თვეში და ასე შემდეგ. ფაქტიურად აი აქ კიბეზე რასაც ყველა საფეხურის ადამიანი ყავს ჩვენ სტრუქტურაში, გარდა აი ამ ბოლო საფეხურის და მალე რა თქმა უნდა ესეც გვეყოლება. ყავს აბსოლუტურად საფირის საფეხურის, 2 ონიქსის საფეხური ყავს სტრუქტურაში, 3 ყავს ასევე ამეთისტები, ყავს ძალიან ბევრი ტიმის ლიდერები, ადამიანები, რომლებიც უკვე დაანებეს თავიანთ ტრადიციულ სამსახურს თავი და მხოლოდ არიან ესე ვთქვათ დაკავებულები ამ ბიზნესით. ეს იყო ჩემი შემოთავაზება. ნებისმიერ კითხვაზე, ნებისმიერ უფრო ესე ვთქვათ სიღრმისეულად გაცნობაზე გიმეორებთ და უკავშირდით იმ ადამიანს, ვინც მოგიწვიათ და გისურვებთ